ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია. ლეგენდარული ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე 7 კონცერტით აღინიშნება. ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალის საკონცერტო საღამოები 21, 23 და 25 აგვისტოს ბათუმში დრამატულ თეატრში გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოს, აჭარის კულტურის სამინისტროს, თბილისის მერის, ბათუმის მერის, ბორჯომის მერის მხარდაჭერით იმართება. წელს როგორც მოგეხსენებათ საიუბილეო ფესტივალი გაიხსნა ბორჯომში, უაღრესად ბედნიერები ვართ, რომ ეს ტრადიცია ბორჯომში აღსდგა. ყველას უმალე ჩაიარა გახსნითმა კონცერტმა შესანიშნავი იტალიელი მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი წარუძღვა კონცერტს. ფესტივალი გადაინაცვლეს ბათუმში. შევადგინეთ როგორც ყოველ წელს ძალზედ ატმოსფერული პროგრამა. ფესტივალი დასრულდება თბილისში 3 კონცერტით წარსდებით პუბლიკის წინაშე. პირველად ვარ ქალაქ ბორჯომში და ძალიან მოხარული ვარ. ეს საოცრად ემოციური წუთებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მსმენელის ემოციებს გრძნობთ და ვხედავთ, როგორ გადმოდის ეს ემოცია ჩვენზე. მიხარია, რომ ასეთი გულთბილი მაყურებელი და მსმენელი გვყავდა. ბორჯომში გატარებული ეს საღამო ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება. ქალაქ ბორჯომში იმართება ლიანა ისაკაძის, ჩვენი სასიკადულო მუსიკოსის და ჩვენი სასიკადულო მოქალაქის დიდი ამაგის მქონე ადამიანის, რომელმაც მუსიკაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მისი სახელობის ფესტივალი იმართება 80 წლის იუბილეა ამასთან ერთად. ეს არის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც ჩამოაყალიბა და რომელიც ასე ვთქვათ დაიწყო ქალბატონმა ლიანამ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ჩვენთან მუნიციპალიტეტში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩამოსულია ძალიან ბევრი სტუმარი ესწრებიან ფესტივალს.